დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივის დროა. მე ლიკა მეგუცნიშვილი ვარ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში ჩვენს გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ბიზნეს ისტორიებს გაგიზიარებთ. გლობალური ტექნოლოგიური პროგრესი და ადგილობრივი აგროსექტორის გამოწვევები. დღევანდელ ეთერში სწორედ ამ მიმართულებებს განვიხილავთ. პირველ ნაწილში განათლების სექტორში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და ქართული საგანმანათლებლო პლატფორმების საერთაშორისო წარმატებაზე. ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში კი სოფლის მეურნეობაში გადავინაცვლებთ და მოცვის რეკორდული მოსავლის ფონზე გაჩენილ მწვავე ლოგისტიკურ და საექსპორტო ბარიერებს გავაანალიზებთ. ამ თემებს ჩვენ სტუმრებთან ერთად გავშლით დეტალურად სულ რამდენიმე წუთში, იქამდე კი ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს უნდა გადავხედოთ. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოეთიდან $1.9 მილიარდი ფულად იგზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $78 მილიონი, ანუ 4%-ით გაიზარდა. კონკრეტული თვეების მიხედვით წელს ყველაზე მეტი ფულად იგზავნილი ივნისში აღირიცხა, რამაც $358 მილიონი შეადგინა. ეს მოცულობა წლიურად 10%-ით იყო გაზრდილი. ძლიერი სავალუტო შემოდინებები ლარის კურსსა და რეზერვებზე დადებითად აისახება. ამის შესახებ თბილისი კაპიტალის ახალ მაკროეკონომიკურ განახლებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის შეფასებით ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ძლიერი სავალუტო შემოდინებები მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებული ბალანსი და საერთაშორისო რეზერვების ზრდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. მისი თქმით, იანვარ-ივნისში საქართველოს პორტებმა უფრო მსხვილ ტონაჟიანი გემების მიღება შეძლეს, რამაც გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო. იოსელიანის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ნავსადგურებში მიღებული გემების საერთო ტვირთამწეობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ეკონომიკის დოქტორისა და ჰეგელმან ჯორჯიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, დიდი პოტენციალია, რომ ანაკლიის სპორტის მოქმედების შემდეგ საქართველოს დამატებითი ტვირთები მიიზიდოს. როგორც სალომე დანელიამ საქმის კურსის ეთერში თქვა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვაზე. თუმცა მისივე თქმით, ამისთვის აუცილებელია პორტი და ზოგადად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი კონკურენტუნარიანი იყოს. შეპესე საქართველოს მელიორაციამ ქალაქ ფოთთან მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის $28,040,000 ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წინადადების მიღება 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა მოსავლის მართვის კომპანიამ, რომელიც რთველი სუბსიდირების ფარგლებში ჭარბყურძენს იბარებს და მისგან ღვინო მასალასა და საკონიაკე სპირტს აწარმოებს, 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ $121,900,000 საბანკო კრედიტი აიღო. ცეცხლის აღება კომპანიას რეკორდული რთველის დასაფინანსებლად დასჭირდა. 2025 წელს მოსავლის მართვის კომპანიამ 155,700 ტონა ყურძენი ჩაიბარა, რაზეც სახელმწიფომ $240 მილიონი დახარჯა. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში შრომის ბაზარი სრულიად ახალ მოთხოვნებს აყალიბებს, სადაც ტექნოლოგიური და მენეჯერული უნარების სინთეზს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ პროცესში საგანმანათლებლო სივრცეების როლი კრიტიკულად იზრდება. Smart აკადემია ბაზარზე ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა და სასწავლო პროცესში ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად ნერგავს. კომპანიამ მიმდინარე წელს საერთაშორისო აღიარებას მოიპოვა და ისეთი მასშტაბური გლობალური ღონისძიებების პარტნიორი და მონაწილე გახდა, როგორც AI Marketing 2026, Vivatech Paris და We Make Future 2026. აკადემია სტუდენტებს მომავლის პროფესიებს, თანამედროვე მენეჯმენტსა და ბრენდინგის უახლეს სტრატეგიებს ასწავლის. საგანმანათლებლო ტენდენციებსა და საერთაშორისო პარტნიორობებზე ჩვენი პირველი სტუმარი საუბრობს კიდევ უფრო ცლად და დეტალურად. Smart აკადემიის დამფუძნებელი მაკო ქურთიაშვილი გვერდდება საქმიანი ამბების გასაზიარებლად ახლა პირდაპირ ეთერში. მაკო,
როგორ ხართ? კარგად, მადლობა მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ კიდევ ხართ ჩვენთან ერთად და გვიზიარებთ ყველა იმ სიახლეს, რაც გროვდება ხოლმე და საკმაოდ ჩქარი ტემპით Smart Academy-ის პორტფელში. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე მიმართულებით არის სიახლეები, რაც უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე თქვენს გამოჩენას, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას და თან ევროპის შუაგულში ხდება ეს ყველაფერი და ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ქართული კომპანია ასეთ შედეგებზე გადის და გილოცავთ ამ წარმატებას და მოდი მოგვიყევით. რა ღონისძიებებზე არის საუბარი, რა ნაბიჯი გადაიდგა საერთაშორისო ექსპანსიის კუთხით და რა მონაგარით დაბრუნდით სამშობლოში? სიამოვნებით გეტყვით სიახლეებს აუცილებლად. Smart Academy-ში ზოგადად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის რა ტრენდებიც არის და მიდგომები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე და საგანმანათლებლო სივრცეში ესენი ავსახოთ ხოლმე ჩვენს სასწავლო პროგრამებში. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ნაბიჯი და რესურსის გაღება, რომ წავსულიყავით VivaTech პარიზის და ბოლონიაში ასევე We Make Futures სამიტზე. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით, პროფესიონალი და ძირითადად წამყვანი თემა იყო AI, არ გაგიკვირდებათ. შესაბამისად, ვნახეთ ბევრი რობოტი, ბევრი ცნობილი კომპანია, რომელიც ნერგავს AI-ს თავის სხვადასხვა სერვისში და ძალიან ამაღელვებელი იყო ამხელა ღონისძიებებზე ამ გამოცდილების გაზიარება. Meta, Adobe, L'Oreal, Samsung და ასე შემდეგ ძალიან ბევრი მსგავსი გიგანტი იყო, რომელშიც დავინახეთ, რომ ისინი არ უშინდებიან და არ ჩერდებიან და ყოველთვის სიახლეებს ნერგავენ და შთამაგონებელი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც გავიცანით ბევრი მათგანი. გეგმავთ, რომ ისინი გახდნენ ჩვენი სასწავლო პროგრამების ნაწილი, მოწვეული ლექტორების სახით, რომ ჩაერთონ. ასევე, რა თქმა უნდა, გეგმავთ ზოგადად უცხოეთში გასვლასაც, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო აქტიურად გეგმავთ, რომ ის სტარტაპები, რომლებიც იქ გავიცანით, ჩვენი სტუდენტებისთვის გახდეს სივრცე, სადაც სტაჟირებებს გაივლიან, ასე რომ მაგ ნაწილში ძალიან დიდი დაინტერესება იყო და ველოდები სიახლეებს, ბევრი მათგანი თვითონ დაგვიკავშირდა ჩამოსვლის შემდეგ და მოკლედ ვაღრმავებთ ურთიერთობას მათთან. როგორ აღმოჩნდით აი ამ პარტნიორობის თანამონაწილე და როგორ რაღაცა გაჭერით კავშირები ისე რომ უკვე საუბრობთ მათ შორის მყარ და გრძელვადიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ზოგადად, როდესაც გაქვს გეზია აქეთკენ, რომ აღარ გაკმაყოფილებს თქვათ ის აქ ლოკალური საგანმანათლებლო სივრცე და ბაზარი შესაბამისად ყოველთვის გიჭირავს თვალი რა ხდება გარეთ და მით უმეტეს ესეთი საერთოდ მთელი მსოფლიოდან იყვნენ წარმოდგენილები თან აქ როგორც თვითონ სტარტაპები, ანუ სამსართულიან უდიდეს შენობაში იყო წარმოდგენილი 4 დღის განმავლობაში ეს პარიზში. მე ბოლონიაში კიდევ 3 დღიანი ღონისძიება იყო და რა თქმა უნდა ყოველთვის ვათვალიერებთ ხოლმე და ვეცნობით ხოლმე მე და რატიც მეორე დამფუძნებელი ვინც არის და შესაბამისად დავგეგმეთ და სხვათა შორის შვებულების ნაცვლად ისე გამოვიდა რომ იქ წავედით მივლინებით და იქაც საჭირო კონტაქტები დავამყარეთ. ანუ ეფექტიანად აგითვისებიათ ასე ვთქვათ ყოველი წუთი დასვენების კი. ფაქტობრივად ასე გამოვიდა. მაკო, საინტერესო არის ტენდენციები და რაღაცა ის სიახლეები, რაც უკვე თქვენი მეშვეობით დამკვიდრდება, უკვე ამ სამიტებიდან დასრულების შემდეგ საქართველოში. რა მთავარი მიგნებები გაჟღერდა, მათ შორის სფეროს წამყვანი მოთამაშეების მხრიდან, რაც აუცილებლად ყურადღება მისაქცევია გასათვალისწინებელი და დასანერგია ბაზარზე. პირველ რიგში ეს არის, ანუ დატას მონაცემების გამოყენება, იმისთვის რომ უფრო პერსონალიზებული შეთავაზებები და ზოგადად გამოცდილება შევთავაზოთ ამ შემთხვევაში ჩვენ სტუდენტებს, ლექტორებს და გუნდის წევრებს თუნდაც, რადგან AI-ის დანერგვა ნიშნავს, რომ პროცესები გაამარტივო და აოპტიმიზო, სწავლის პროცესში შეიტანო საინტერესო გამოცდილებები მათ შორის და შესაბამისად ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ საინტერესო სივრცე, სადაც აირჩევენ, რომ მოვიდნენ სასწავლად, განსავითარებლად, ცოდნის გადასახალისებლად, სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ახლა მიმდინარე კამპანია ხალისი დავარქვით და გვინდა რომ შევაგონოთ ადამიანები და ხალისით დაიწყონ სწავლა ახალი სეზონიდან, ასე რომ შეგიძლიათ მერე შემოვერთდეთ ამ კამპანიას 27 ივლისიდან ფასტაკლებებიც იქნება და რადგან ტენდენციებს შევეხე და მონაცემთა ხარისხს და სტრუქტურიზებას ისე რომ შემდეგ AI-იმ შეძლოს ამ ყველაფრის დამუშავება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ მონაცემების სწორად შეგროვება და იმის ცოდნა თუ რას
რა შედეგი გვინდა რომ მივიღოთ. ამიტომ კითხვების დასმა, რაც AI-სთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა პრომპტ ინჟინერიას რასაც ეძახიან ხოლმე და შემდეგ უკვე იმ შედეგის განსაზღვრა, რაც გვინდა რომ მისგან მივიღოთ. და აქ შემოდის ხოლმე შეკითხვა, რომ ჩაანაცვლებს თუ არა პროფესიონალებს, ან ვის ემუქრება ყველაზე დიდი საფრთხე, ესეც საინტერესოა და ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო არის რომელი პროფესიები განიცდიან ტრანსფორმაციას და რა ახალი უნარები გახდება საჭირო იმისთვის რომ არის რომ ტრანსფორმაციაზე გავუსვით ხაზი და არა გაქრობაზე, იმიტომ რომ ძირითადად ტრანსფორმირდება და შემოდის AI ხელსაწყოები. აი თუნდაც Photoshop-ი ან Illustrator-ი რომ ავიღოთ, ესენი არ ქრება. უბრალოდ შიგნით ხდება ახალი ხელსაწყოების ჩაშენება, რომელიც ამარტივებს გარკვეულ პროცესებს. რაც შეეხება უნარებს, ადაპტაცია აუცილებლად ყოველ დღე, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც ახალი ინსტრუმენტი გამოჩნდეს, რომელიც კიდევ უფრო უკეთ ემსახურება ადამიანს, როგორც ჭკვიანი ასისტენტის სახით. შესაბამისად, კურსებზე, რასაც ვანახლებთ ახლა ყველა პროფესიაში, ეს copywriting-ი იქნება, business analysis-ი იქნება, HR management-ი თუ ხარისხის ინჟინერია, აბსოლუტურად ყველგან გვიწევს, რომ შევიტანოთ AI-ის ნაწილი. მოდული. სხვა შემთხვევაში, ანუ ამ პროფესიებში ისე გამოდის, რომ ჩამორჩები. აქედან გამომდინარე, მთავარი უნარი არის, რომ AI დავიმეგობროთ ისევე, როგორც თავის დროზე საოფისე პროგრამები ან ინტერნეტთან მეგობრობა შევძელით და შესაბამისად ყოველთვის მოთხოვნადები დარჩებიან ის ადამიანები, ვინც ფეხი აუყოლეს ამ ყველაფერს და AI შეისწავლეს და გამოიყენეს როგორც დამხმარე ინსტრუმენტი. აი ნახეთ, როდესაც თქვათ ადამიანი სწავლობს AI-ს ნულიდან შეიძლება AI-ს როგორც გამოყენების სწავლა, თუმცა როდესაც ვიცით, რომ მას აქვს ხოლმე ჰალუცინაციები, გარკვეულ რაღაცებს იგონებს, ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტული თვალი, ანუ შენ ბექგრაუნდში უნდა გქონდეს გამოცდილება იმ კონკრეტულ სფეროში, პროფესიაში, იმისთვის რომ მიხვდე AI რა შედეგიც მოგიტანა, სისულელი არის თუ ხარისხიანი კონტენტი არის. პროფესიებს რაც შეეხება, იგივე კონტენტის წარმოებაში, მონაცემთა ანალიზში, რეპორტინგში და ძალიან ბევრ რამეში იყენებენ და რაც მთავარია, თვითონ რუტინული საქმეების ოპტიმიზაციაში AI-ის როლი უდიდესი არის. 5 საათიანი საქმე შეიძლება 1 საათში გააკეთო, ან აღარ დაგჭირდეს ერთხელ აწყო რაღაც ავტომატიზაცია და იმან თავისი საქმე გააკეთოს. ხო, აი ეს როგორ ხდება და მათ შორის თქვენი სასწავლო მოდულებიც რას მოიცავს? აი კურიკულუმი რის მიხედვით იგება და ჩვენც აი ხშირად რაღაცა თითქოს AI-ს ცოდნა და AI-ს ვიყენებ, ესმით როგორც აი ChatGPT-ს, Gemini-ს თუ Claude-ს თუ ნებისმიერ სხვა ხელსაწყოს ველაპარაკებით, ანუ AI-ის გამოყენება ვიცი. რამდენად ვიცით რეალურად და რამდენად ბევრი გვაქვს ამ გზაზე სასწავლო. აი რა შენობა რესურსები გქონდეს, რაც ესე არ ვიცოდეთ და მნიშვნელოვანი იყოს მათი გამოყენება. ხო, პირველ რიგში არის რომ დავაიდენტიფიციროთ პროცესები, რომელშიც დიდი დრო მიდის, ალბათ პირველ რიგში ამას დავიწყებდი მე. ანუ პროცესების იდენტიფიცირება, რომელსაც ხშირად ვაკეთებთ და დრო მიაქვს. ამ ნაწილში თუ რომელი AI მოდული, AI თქვათ ინსტრუმენტი არის ყველაზე რელევანტური, რომ დამეხმაროს, ძალიან ბევრი არის ერთ და იგივე საქმეს, რომელიც ემსახურება, თუმცა აქვს პლუს მინუსები, რომელი უფრო. თანაც ფასიანია, მოგეხსენებათ ის ვერსიები, რომლებიც უფრო დიდ მონაცემებზე დაყრდნობით გაძლევს პასუხებს და შესაბამისად საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის თუ გინდა უფრო ესეთ დონეზე დაინტეგრირო და მაგაზეც არის მნიშვნელობა. მე მგონი უკვე ისეთი მნიშვნელობის ხდება რომ როგორც რაღაცა კომუნალურებს იცი რომ იხდი ყოველთვის რაღაცა აი ამ ტიპის ხარჯებში გავა ალბათ იმიტომ რომ უკვე ტენდენციაც მგონი იზრდება რაღაცა ყველა სტატისტიკა ამას მოწმობს რომ ხალხი მასობრივად გადადის და მათ შორის გადადის ფასიან ვერსიებზეც ხო ეს რაღაცაა შემოფერხებელი ფაქტორი დიდად კი არის გარკვეული კრედიტების დაგროვება და მთელი ამბები ლოდინი, ბევრი ნიუანსი არის, მოკლედ. ლაკო, Smart Academy-ას მინდა რომ კონცენტრირდეთ, გადაეწყეთ ესე იგი ბოლომდე AI-ის მიმართულებით, რა დარჩა AI-ის მიღმაც, როგორია ინტერესი, მოთხოვნა, ზოგადად ეს 2 კვარტალი, თან უკვე სანამ გავალთ ოფიციალურად ყველა ესე თქვა ზაფხულის ხელ და საშუალებო რეჟიმზე საინტერესო არის რა მონაგარით ხურავთ, რა ინტერესით, რა სიახლეები დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში თქვენთან. საინტერესო ის არის რომ ჩვენ უკვე დავხურეთ და ახლა ვემზადებით შემოდგომისთვის აგვისტოდან, ანუ აგვისტოდან იწყება ხოლმე. ფაქტობრივად ვერ ვისვენებთ კი, იმიტომ რომ ჩაიხურა ერთი ნაწილი, გაზაფხულის სეზონზე დაწყებული კურსების დიდი ნაწილი უკვე ჩაიხურა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს ხოლმე შეფასების კითხვარები
სემინარები, რომლებსაც სტუდენტები ავსებენ, ამას ემატება დასაქმების ბაზრის მოკვლევა ჩვენი მხრიდან, კარიერის პროგრამის უკავშირები თუ ვთქვათ დასაქმების ნაწილში რაიმე მხომარ შეაფერხათ, რომ ეს გავითვალისწინოთ განახლებულ სილაბუსებში და ახლა ლექტორებთან ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები გქონდეს და როგორც იცით, ჩვენ არ ვიზღუდებით ხოლმე დროში, რომ ადვილად გაიყიდოს რომელიმე სალექციო კურსი. შეგინთ იმდენად ბევრი პრაქტიკული ნაწილი არის ინტეგრირებული, იმიტომ რომ მოთხოვნა აღარ არის რომელიმე რაღაც ერთის სწავლაზე, ანუ შეგინთ საინტერესო პროგრამა თუ არ წარმოადგინე, სადაც იქნება кейსების განხილვა, პრაქტიკული სამუშაოები, პორტფოლიო არა აშენე, უბრალოდ მერეც კიდევ გიწევს ზრუნვა იმაზე, რომ რაღაც ახალი მოიფიქრო, ვიღაც ახალი დაიხმარო და ჩვენ აი ამ სრულ გზას და სტუდენტის გამოცდილებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ანუ თავიდანვე, ასე ვთქვათ, ჩანასახშივე დევს ის, რომ ეს ადამიანი, ვინც შეიძლება აბსოლუტურად ნულოვანი ცოდნით მოდის თქვენთან, შემდეგ უკვე იყოს სრულად მზად იმისთვის, რომ მოერგოს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და დასაქმების კოეფიციენტი მაღალია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მთავარი რასაც ახლა ვახსენებდი არის ის, რომ ბევრი კომპანიიდან მოდის გადასამზადებლად და უდიდესი დაფასება იმ კომპანიებს, რომლებიც დებენ ამ ყველაფერში რესურსს და გადასამზადებლად უშავენ. ესეც ის ინვესტიცია, რომელიც ისევ კომპანიას უბრუნდება ცხადია. ცალსახად და AI-ის ნაწილშიც ყველაზე მეტი კორპორატიული ტრენინგის დაკვეთა AI-ის მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, და სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და პოზიციის ადამიანები ხვდებიან. აი AI-ზე ჩემი დაკვირვებით 80%-ზე მეტი არის დასაქმებული ადამიანი, მათ შორის კომპანიებიდან 3-4 ადამიანი, ვთქვათ, რომელიც მოდის, რომ იმ დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, workflow გააუმჯობესოს, დაოპტიმიზოს და რაღაც სხვა უფრო კრეატიულ ნაწილს დაუთმოს დრო. ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ გეგმებიც მოკლედ შევაჯამოთ, დასაწყისში ახსენეთ, რომ ქართული ბაზარი უკვე აღარ არის ჩვენთვის საკმარისი გეზი გვაქვს, უფრო დასავლეთისკენ აღებული. ამ ნაწილში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მათ შორის ლოკალურ ბაზარზე განვითარების თვალსაზრისითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ ისევ, რომ კურსები განვავითაროთ, იმიტომ რომ ახლა 60 სასწავლო პროგრამა გვაქვს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი ჩემი ხედვით. ვაპირებთ დონეების მიხედვით გქონდეს სრულიად დამწყებებისთვის საშუალო სირთულის კურსები, რომელიც უკვე დასაქმებული ადამიანებისთვის არის და კიდევ უფრო მაღალი დონის და რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ პატარა უნივერსიტეტი ვხდებით, სადაც სწავლა შეგიძლია ნულიდან დაიწყო და გახვიდე და მართლა პროფესიონალად იქცე ბოლოსკენ. ასევე აუცილებლად გავაღმავებთ და შევისწავლით კიდევ უფრო უკეთესად, როგორც ადგილობრივი დასაქმების ბაზრის დამსაქმებლების მოთხოვნებს, იმიტომ რომ მართლა ყოველ ჯერზე კვარტალში იცვლება ხოლმე მათი მოთხოვნები და გლობალურადაც, რა თქმა უნდა, იქ კიდევ სხვა აქსელერაცია დაწყებული და შესაბამისად მანდაც ზუსტად ეხლაც მაგას ვარკვევდით, რა გეფია, ასე ვთქვათ, იქაურ მოთხოვნებს შორის, ვთქვათ, იგივე კოპირაიტერებს რომ ეძებენ, იქ როგორ კოპირაიტერებს ეძებენ, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც შეგვიძლია აქაურ ჩვენს უკვე კურსდამთავრებულებს თუნდაც დავეხმაროთ, რომ წინ წავწიოთ, ვორქშოპი ჩავუტაროთ, მასტერკლასი ჩავუტაროთ, რომ იქაც თამამად გქონდეთ განაცხადი. ძალიან დიდი მადლობა, მაკო, მოვიკითხავთ მერე. აი უკვე შრომის ბაზრის ნაწილში ეს სხვაობები, ასე ვთქვათ, როგორ გამოიკვეთება და თქვენც როგორ ჩაერთვებით იმ პროცესში, რომ მაქსიმალურად მოერგოთ ამ მიმართულებას, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას ლოკალურ თუ გლობალურ ასპარეზზე. მაკო ქურთიაშვილი, Smart აკადემიის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და სანამ რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალი მეორე კვარტალი გულისხმება 66%-ით გაიზარდა. რა ტენდენციებია დარგში? ნახოთ სიუჟეტი, გადაცემის მეორე ნაწილში კი მოცვის სექტორში გადავინაცვლებთ და ეკავებ ხოწეს კომპანია აგრითაჩის დამფუძნებელს დავუთმობთ ჩვენ საქმიან ეთერს. 2025 წელს დაფიქსირებული რეკორდული 1.1 მილიარდი დოლარის მოცულობის საგარეო შემოსავლის შემდეგ IT სექტორში კვლავ სწრაფი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. წელს პირველ კვარტალში დარგის საგარეო, ანუ მომსახურების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 65%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც კომპანია Redberry International-ში ამბობენ, ქართულ IT სერვისებზე მოთხოვნა მათ შორის ისეთ ბაზრებზე ფიქსირდება, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქართულ მომსახურებაზე მზარდ მოთხოვნას მათ შორის რიგ ქვეყნებთან შედარებით IAP სერვისი განაპირობებს. ყავს კლიენტები ძირითადად ქვეყნები, აი გეოგრაფია რო გითხრათ, არის დაახლოებით 1/3 არის ბრიტანეთი, UK, დაახლოებით 1/3 არის ამერიკა და
დანარჩენი 1/3 არის გადანაწილებული ევროპის დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე და სკანდინავიაზე. საკმაოდ გაზრდილი არის მოთხოვნა და აი კონკრეტულ ციფრებზე რო ველოდო წინა კვარტალი, უბრალოდ აი გუში რო დამთავრდა ეგ კვარტალი იყო საუკეთესო კვარტალი რაც ქონია და ეს ძირითადად გამომდინარეობს აი ჩვენი ექსპორტების ზრდიდან. ხალხი ეძებდა ისეთ ქვეყნებს, სადაც ეს სერვისი შეიძლება რომ მიეღოთ მაღალი ხარისხით, მაგრამ შედარებით რა თქმა უნდა ია ფასად და გამოჩნდა ისეთი ალტერნატივები, რომლებიც მანამდე არ ჩანდა, რომ მათ შორის არის საქართველო და მათ შორის არის სხვა ალბათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ამერიკისთვის. აღსანიშნავია, რომ IT სექტორში ბოლო წლებში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგან საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა. შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა. თუმცა როგორც სპეციალისტების ნაწილი განმარტავს, მიგრაციული ბუმი მეტნაკლებად უკვე ამოიწურა და ახლა სექტორის საგარეო შემოსავლების დიდი წილი საერთაშორისო კომპანიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობენ. თუმცა როგორც ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორი დავით კიზირი აცხადებს, მათ შორის რეგიონის მასშტაბით არაერთი ქვეყანა სულ უფრო მეტად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიებს. ამიტომ მისი თქმით, ჩნდება კითხვა, რამდენად შეძლებს საქართველო მომავალშიც ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. ეს ტალღა ასე ვთქვათ დასტაბილურდა, თავისი რაღაც ნიშნულზე გავიდა და დღეს ბოლო წლებია ესეთი აქტიურად არ მუშაობს. უფრო მეტად მეორე არის ასე ვთქვათ იურისდიქციის მიმზიდველობა იყო, მათ შორის შეღავათები, თუმცა აქაც უნიკალურები არ ვიყავით და ეს ტენდენციაც IT ინდუსტრიის დის არა მარტო გლობალურია, არამედ რეგიონშიც არის. სომხეთი ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად შარშან ასეთივე ძალიან წარმატებული შედეგები ჰქონდა რიგ შემთხვევაში უკეთესი ვიდრე საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტოს დაიყო. საერთაშორისო ბაზარზე მზარდი კონკურენციის ფონზე IT სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველომ სულ უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს შედარებით მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სერვისების შექმნაზე. ასევე ბაზრის მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, გარდა ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისა, იმ ბიზნესებზეც გავრცელდეს, რომლებიც IT პროდუქტებს ადგილობრივი ბაზრისთვის ქმნიან. საქართველოს ბაზარზეც რო იგივე კანონი ვრცელდებოდეს ქართულ კომპანიებზეც, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესო იქნება, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ჩემი აზრით მათთვის იქნებოდა, იმიტომ რომ პირობითად ახლა რო ავიღოთ, ჩვენ გვაქვს ნამუშევარი აი wix.com-ი კომპანიასთან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია თავიანთ სექტორში და ცოტა უცნაური არის, რომ ახლა მაგალითად იმათთვის უფრო იაფიჯდებოდეს მსგავსი ტიპის სერვისები ჩვენთან, ვიდრე რაღაც ქართული კომპანიისთვის, იმიტომ რომ საგადასახადო ამ კანონში ქართული კომპანიები ვერ ჯდებიან. მნიშვნელოვანი ის არის, რომ რა ადგილი გვიკავია, რა ადგილი უკავია საქართველოს IT ინდუსტრიას გლობალურ ღირებულითა ჯაჭვში, სამწუხაროდ საკმარისად დაბალი ნიშა, რომელიც დაბალი ინტელექტუალურია და საკმაოდ მყიფე. ეს არის, ასე ვთქვათ, არა პროდუქტის წარმოება, რაღაც მაღალ ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნა, არამედ თქვა ნედლი მასალის ადამიანის გონების მიწოდება. ჩდება უკვე მოთხოვნა არა ჯუნიორ პროგრამისტზე, რომელიც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის სწორი კომუნიკაციის შემდეგ ჩაანაცვლო, არამედ უფრო მაღალი კომპეტენციის პროგრამისტებზე, რომელიც ფაქტობრივად ამ პროცესებს მართავს. აი აქ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული ბაზარი, დრო აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ IT სექტორის საგარეო შემოსავლის სწრაფი ზრდის ფონზე 2026 წლის პირველ კვარტალში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT დარგსაც მოიცავს, ყველაზე მაღალი 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია. მთლიანად ამ დარგის წილი კი საქართველოს ეკონომიკაში 10.4%-მდე გაიზარდა, რითიც ვაჭრობის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. IT სექტორის მკვეთრ ზრდასთან და მის გავლენაზე რეალურ ეკონომიკაზე კვლავ კითხვის ნიშნები რჩება სპეციალისტების ნაწილს. მით უფრო იმ ფონზე, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოები არაერთი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ. ჩვენ ვიცით, რომ ამ საწარმოებში არ მუშაობს 10,000 ადამიანზე მეტი და დიდწილად ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. და ჩვენ ვიცით, რომ უფრო და უფრო მეტი ასეთი თანამშრომელს მიეცა უფლება, რომ ქვეყნის გარედან
ემუშავა და ერთადერთი პირობა იყო, რომ მათ უნდა ქონოდათ შრომითი ხელშეკრულება და გადაეხადათ 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი. ეს ყველაფერი, ეს ზრდის ტემპი აჩენს ეჭვებს. თავარი ეჭვი, რაც მე მათში გამაჩნია, არის, რომ ხომ არ იყენებენ საერთაშორისო საწარმოები საქართველოში შექმნილ იურიდიულ პირებს ოფიციალურად და ლეგალურად, როგორც მსხვილი პროექტების გამტარ ერთეულებს. და გამტარ ერთეულებს იყენებენ იმიტომ, რომ საქართველოში მათ არ უწევთ გადასახადების გადახდა. შემოსავლების ზრდასთან ერთად მზარდია IT სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. თუ კი ეს დარგი 2022 წელს 39000 ადამიანს ასაქმებდა, უკვე 2025 წელს ამ რაოდენობამ 54500 მიაღწია. ქალების ნარატივი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ვაგრძელებთ გამოშვებას. ტექნოლოგიური ინოვაციებიდან ახლა აგროსფეროში უნდა გადავინაცვლოთ. მიმდინარე წელს საქართველოში მოცვის რეკორდული მოსავალი დაფიქსირდა დაახლოებით 10000 ტონაზე გასვლას ვარაუდობენ მწარმოებლები, თუმცა ამ დადებითი მოცემულობის მიღება და პარალელურად სექტორისთვის სერიოზული კრიზისი გაჩნდა. ფერმერები ფასების მკვეთრი ვარდნის, კლიმატური სირთულეებისა და ლოგისტიკური ბარიერების წინაშე აღმოჩნდნენ მათივე მოსაზრებით. განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოს აეროპორტებში სამოცივე ჯაჭვის არარსებობა, რაც საჰაერო ექსპორტს ფაქტობრივად შეუწყებელს ხდის. პარალელურად აზიის მაღალმხარჯვაუნარიანი ბაზრები პრემიუმ დაფასოებულ პროდუქციას ითხოვენ, რისი რესურსიც ქვეყანაში მწირია. აგროსექტორში შექმნილ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე ჩვენი შემდეგი სტუმარი კიდევ უფრო ცვლად და დეტალურად მოგუყვება და საინტერესო ანალიზს მომისმენთ მისგან. ეკატერინე ვებხვაძე, კომპანია აგრითაჩის დამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ეკა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ბოდიში რომ შორიდან გერთვებით. არა უშავს, თავარია რომ ჩვენთან ხართ და მადლობა ამისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის და პირველ რიგში მინდა რომ სეზონი ესეთ აქტიურ ფაზაშია პრინციპში, ახლაც ჯერ კიდევ და აგრითაჩის მაგალითზე მე შესავალშიც ვახსენე თქვენი კოლეგების, სფეროს წარმომადგენლების რაღაცა გაერთიანებული მოსაზრება, იმიტომ რომ ბევრი წუხილი შეგხვდა იმ კლიმატური პირობების, ფასის კლების თვალსაზრისით. კონკრეტულად თქვენი მაგალითი არის საინტერესო, იმიტომ რომ ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ხართ და თქვენი ხმარი ნამდვილად მნიშვნელოვანი. როგორია სეზონი ეკა თქვენთვის აგრითაჩისთვის გასულ წელთან შედარებით? მოკლედ ბევრი ინფორმაცია მინდა რომ ისე ჩავტიო ნადვილად აღსაქმელი იყოს. მოკლედ, როგორც უკვე აღნიშნეთ, მოსავალი საქართველოს ჭრილში არის დაახლოებით 10000 ტონა. თუმცა საბოლოო ციფრი გვეცოდინება უკვე სეზონის დასრულების შემდეგ. წელს წლევანდელი წელი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რთული წელი და გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებისგან. პირველ რიგში კლიმატური პირობები, არავისთვის არ არის ახლა უცხო და დამატებით ინფორმაციას არ საჭიროებს, რომ წელს რაღაცა არანორმალური წვიმები იყო, ნალექების რაოდენობა, ასევე ტემპერატურა დაბალი წინა წლებთან შედარებით. დაბალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ ხილი მწიფდება გვიან. ანუ ხილის დამწიფებისთვის აუცილებელია, რომ ტემპერატურა იყოს მაღალი. შესაბამისად, პირველ რიგში დაიგვიანა სეზონმა, ვიდრე იწყება ხოლმე. მეორე ის, რომ ძალიან ხშირად, როდესაც უკვე იყო სიმწიფეში შესული პროდუქტი, აი ამ გადაუღებელმა წვიმებმა განაპირობა დაყოვნება კრეფის, რამაც მერე უკვე გადამწიფება გამოიწვია. გარდა მაგისა, აი ამ ზაფხულამდე, ადრე გვიან გაზაფხულზე სეტყვაც იყო, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში და მოსავლის ხარისხი ძალიან ასე ვთქვათ რადიკალურად შეცვალა. ეხლა რა მინდა ვთქვა, თუნდაც ეს ასეთყვილი პროდუქტი, ხო, ის არ კარგავს ეხლა იმ თავის სასარგებლო თვისებებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მოხმარებისთვის, მაგრამ ზოგადად საერთაშორისო ბაზრები ითხოვენ უკვე სხვა სტანდარტს და ამ სტანდარტებსაც მინდა შევეხო. რატომ იყო, ასე ვთქვათ, ესეთი განწყობა, რომ ეს ინდუსტრია, ეს სექტორი ჩავარდა.
არ ყოფილა ესე ნამდვილად სხვა ობიექტური მიზეზები იყო, რაც უკვე აღნიშნე, პირველი სეტყვა და ხარისხის გაფუჭება, რაც ნიშნავს არა გემონური თვისებების დაკარგვას და არა მის სასარგებლო თვისებების დაკარგვას, არამედ აი ეს რასაც ქვია პრემიუმ ხარისხი. ხო, თუმცა ღირებულების კარგვას, რაც ბიზნესის ფაქტია, ხო. თავარი, ასე ვთქვათ, მდგენელია. ყოველწლიურად აი ეს სტანდარტები იზრდება და მოთხოვნები, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ფასი ღირს, ეს ხილი, სხვა ხილებთან შედარებით და შესაბამისად აი ეს მსყიდველუნარიანი მომხმარებელიც ითხოვს რაღაცა თუნდაც მეტ კალიბრს, მეტი სიმტკიცეს, სხვა ასე ვთქვათ, გემონურ თვისებებს და არ არის გასაკვირი. მეორე რაც აღნიშნე უკვე რომ ეს დაბალი ტემპერატურა რამაც დაყოვნება გამოიწვია მოსავლის და ჩვენ შემთხვევაში რადგან 90% საქართველოს ბაზარი დამოკიდებულია კვლავ რუსეთზე და კიდევ მინდა აღნიშნო რომ ამ რუსეთზე დამოკიდებულებაც არ ნიშნავს რომ პირდაპირ რაღაცა ქსელებში ვართ წარმოდგენილი ან ასე ვთქვათ ბოლო მომხმარებელზე ხო ჩვენც თვითონ საქართველოს ეს ბაზარი დამოკიდებულია კიდევ ასე ვთქვათ, რაღაცა შუამავლებზე, სხვა გადამყიდველებზე, რომლებიც როგორც წესი, წლის დასაწყისში ჩდებიან ხოლმე და ფასს ძალიან მაღალს იხდიან, ხანდახან არაადეკვატურად მაღალსაც, 35 ლარს და ეს არ არის მოცვის რეალური ფასი. მოცვის რეალური ფასი არის $25 ყოველ მეორე ძალიან ხშირად. და შემდეგ უკვე აი რამდენიმე ასე ვთქვათ შესყიდვის მერე ეს ხალხი, როდესაც მოსავალი შედის პიკში, ასე ვთქვათ, ქრებიან. და თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურა ამ ხრივ კარგად განვითარებული არ არის რეგიონებში, მე გულისხმობ შენახვის ნაწილში. და რადგან პროდუქცია არის მაღალი მალფუჭებიანობით გამოირჩევა და ეს ასე ვთქვათ მყიდველებიც ჰორიზონტზე არ ჩანან, აი ეს იწვევს ხოლმე მე პანიკურ გაყიდვებს და შესაბამისად ამ ფასის ვარდნასაც არაადეკვატურად ქვემოთ და ანუ ჯაჭვია, რომელზეც რა ვიცი, აი მართლა ბევრი საუბარი შეიძლება. ანუ ეს ჯაჭვი ირღვევა მათ შორის აი ამ ვთქვათ წარმოების ნაწილში შიდა ბაზარზევე, სანამ უშუალოდ მე იმ გამოწვევებს შევეხებით, რაც უკვე საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენას და პოზიციონირებას ეხება. საერთაშორისო ბაზრებზე ყველგან აი ესეთი სიტუაცია იყო, არსად არ იყო მარტივი, არც ერთი მწარმოებელი ქვეყნისთვის, იმათაც ჰქონდათ ეს კლიმატური გამოწვევები. თქვენ იცით, ეს მაღალი ტემპერატურა პირიქით ევროპაში და იქ მაგან გამოიწვია, ასე ვთქვათ, სირთულეები. ნუ აგროსფერო ესია, ბევრ რისკს შეიცავს და ნუ ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობები. და ზოგადად ეს აი ამჟამინდელი მოცემულობით უკვე როგორ აისახა ფასზე, აი სტატუს კო რასაჩვენებს ეკა, იმიტომ რომ წინა წელს როცა მე სტატისტიკას ვეძებდი საქსტატის მონაცემებში, ვნახე რომ იყო გაზრდილი ცალსახად ფასი დაახლოებით $3-4 სხვაობა იყო, $14-მდე იყო ასული გასულ წელს რაღაც $10-11-დან. წელს ნიშნულდება, ნარჩუნდება მაინც ეს ნიშნული თუ მკვეთრი ზრდა არის, უშუალოდ გასაყიდ ფასს გულისხმობ. იცით როგორ არის, იგივეა თითქმის, ვერ ვიტყოდით მით სხვაობას. სხვადასხვა ბაზრების მიხედვით, აი ხა მაგალითად გალფის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა, მაგრამ ფასიც მაღალი იყო, მაგრამ შესაბამისად ავიაციო გადაზიდვის ფასიც გაიზარდა და თვითღირებულება მაინც იგივე დარჩა. ანუ გასაყიდი ფასი იზრდება, მაგრამ ხარჯიც იზრდება, შესაბამისად მარჟა იგივე რჩება. აი ძალიან ისე მოკლედ რომ ავხსნა და რაც შეეხება ხო აი თვითონ შიდა ბაზარზე ფასს როგორც უკვე გითხარით შიდა ბაზარზე რაც იწარმოებოდა ეხა იმასთან შედარებით ბევრად მეტი იწარმოება რა თქმა უნდა ხარისხიც როგორც უკვე აღნიშნე წელს ნუ ვერ უძლებდა დიდად კრიტიკას და აი ეს სამაცივრეების არარსებობაც მოკეთ განაპირობებდა აი ამ რაღაცა პანიკურ გაყიდვებს
აი რაღაცებს ვხვდებოდი სადღაც კომენტარებს, რომ დაკრეფოსაც აზრი აღარ აქვს და საერთოდ აი არ ვიცი რა აგროსფერო ზოგადად ბიზნესი ესეა როგორც სპორტი მაგალითად ხო რაღაცა გამოწვევები გაქვს შეიძლება მარცხი იყოს მაგრამ არ ნიშნავს რომ დამთავრდა ეს ინდუსტრია აღარ არსებობს თუმცა განწყობა მცირე ფერმერებისგან იყო პესიმისტური იმიტომ რომ ნუ თავიდანვე მგონია რომ არარეალური მოლოდინებით გაშენდა ბევრი ასე ვთქვათ პროექტი და მათ შორის გაშენდა ისეთი ბაღები, რომლებიც არ არის მედეგი აი ამ თუნდაც ტრანსპორტირებასთან. აი რამდენად ხედავთ დღეს საჭიროებას, რომ ახალი ბაღები გაშენდეს, ახალი ჯიშებით უფრო სწორად და ეს რაღაცა უფრო მინიმიზაცია მოხდეს იმ ძველი ჯიშების, რომლებიც ბევრ ასე ვთქვათ ნაწილში გამოწვევას იცით რა არის აი ნუტრირებულად ვერ ვიტყვი მე მინახავს ძველი გაშენებული ბაღები და ეს ღია არადაცული ჯიშებით გაშენებული ბაღებიც იგივე ლეგასი დიუკი რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და კალიბრიც კარგი აქვს სიმტკიცეც და ყველანაირ ასე ვთქვათ სიცოცხლის უნარიანობაც ხანგრძლივი ანუ მაინც საბოლოო ჯამში მოვლაზე დადის ეს ყველაფერი თუმცა რა თქმა უნდა მსოფლიოში ეხა უკვე ტენდენცია არის ამ ახალ ჯიშებზე, რომელიც უკვე მართლა სხვა ასე ვთქვათ ვიზუალურ თვისებებს ატარებს, გემოვნურსაც და ნუ ჩვენ თუ გვინდა რომ იმ ბაზრებზეც ვიყოთ წარმოდგენილი სადაც აი ეს ქვეყნებია, მაშინ რა თქმა უნდა ფეხი უნდა აუგოთ. თუმცა ეს მარტივად აი ამ ბაღების ჩანაცვლება ჯერჯერობით არ წარმომიდგენია. დიდი გამოწვევა იქნება ესეც. ნუ ალბათ თვითონ ცალკეულმა ბიზნესმენმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ. ისე რომ რაღაცა ეხა ეს სახელმწიფო პოლიტიკის თემა გახდეს არ ვთვლი, რა ვიცი. თუმცა ის რაც მათ შორის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ბიზნესის კორელაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სექტორში დიდი ხანია ისმის წუხილი, რომ აეროპორტებში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკურად არ ვართ მზადყოფნაში. აი ამის აუცილებლობა აი განსაკუთრებით როცა თქვენც აღნიშნეთ რომ აზიური ბაზრებიდან განსაკუთრებით გალფის ყურიდან ცალსაღად მოთხოვნა არის და ფასსაც შესაბამისი იხდიან ეს ქვეყნები. ჩვენ აი მართლა 24 საათის რეჟიმში ვიღებთ ხოლმე აი ამ რაღაცა შეკვეთებს ამ ბაზრებიდან იქაც მიუხედავად იმისა, რომ ძიმე სიტუაცია რეგიონში, მაინც ნუ რაღაცა ინარჩუნებენ ამ სიმშვიდეს. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, რომ წელს რუსეთის ბაზარზე აი ამ პოლიტიკურმა ვითარებამაც გამოიწვია, თვითონ იქაც დაეცა გაყიდვები, იმიტომ რომ ყირიმი იყო მთავარი მომხმარებელი იგივე რუსეთის ბაზარზე და ნუ როგორც იცით, ეხა მათთან ის პოლიტიკური სიტუაცია და ნაკლებად დადის ხალხი ეხლა მე როგორც ვიცი, ესე ღია ბაზრებში დაუშვათ პროდუქტის საყიდლად. შესაბამისად ამ რუსეთის ბაზარზეც შემცირდა მოხმარება და ანალოგიურად ექსპორტმაც იკლო მე ინტერესმა და რაც შეეხება აეროპორტებს, ხო ჩვენ ძირითადად არა მხოლოდ ეს ქვეყნები გვაქვს გალფის და წელს დაგვემატა 3 ახალი ბაზარი ომანი, ინდოეთი და ისრაელი. გავაგზავნეთ ტვირთი და რა ვიცი, აი ნახოთ ინდოეთზე გამოწვევები მქონდა, იმიტომ რომ ტრანზიტი ძალიან ისეთი იყო ხანგრძლივი და იქაც მე რაღაცა წყალდიდობა დაემთხვა და დროულად ვერ გაიტანეს და მოკლედ, მაგრამ თვითონაც ესე ადეკვატურად აღიქვეს მოკლედ ეს პრობლემა. დღეს აგრითაჩისთვის რომელია ყველაზე უფრო საინტერესო მიმზიდველი, მათ შორის განვითარების ნაწილში პერსპექტივის მქონე ბაზრები და სათხედავთ უფრო სამომავლო განვითარების პოტენციალს? რა თქმა უნდა, ევროკავშირის და გალფის ქვეყნები, თუმცა რუსეთის ბაზრის უგულვებყოფა ვერანაირად ვერ გამოგვივა. კიდე რაც მინდოდა მე თქვა თურქეთიდანაც ძალიან დიდი დაინტერესება იყო
ვაპირებდით თანამშრომლობას, მაგრამ მე იგივე აი ხარისხიდან გამომდინარე ვეღარ შევძელით და აი ესეც ძალიან საინტერესო ბაზარია, იმიტომ რომ თვითონაც აშენებენ, ძალიან დიდი პლანტაციები აქვთ უკვე თურქეთში, თან ორ რეგიონში აქვთ სამხრეთში და ჩრდილოეთში და ასე ვთქვათ გრძელი სეზონი აქვთ, მაგრამ შიდა მოხმარება ტურიზმიდან გამომდინარე იმდენად მაღალია, რომ დამატებით სხვა მიმწოდებელსაც, ანუ იმპორტსაც განიხილავენ და ნუ პირველი ვინც იყო მათთვის ესეთი საინტერესო საქართველო და კარგი ბაზარია, იმიტომ რომ ნუ საგზაო გადაზიდვა ძალიან სწრაფი. და მალე მიდის პროდუქტი განსხვავებით ევროკავშირისა, სადაც ძალიან უფრო მეტი, ასე ვთქვათ, რეგულაცია, უფრო მეტი სტანდარტია და ნუ გზად შესაბამისად 5-6 დღე მინიმუმ იწელება. ნუ აი ეს გალფის ბაზრები, რა თქმა უნდა, და შორე აღმოსავლეთი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, იგივე ფასიდან გამომდინარე, მაგრამ იქ სხვა გამოწვევა, იმიტომ რომ ჭირდებათ პრემიუმ ხარისხი, რომელიც იქნება და შესაბამისად დაფასოებულიც, ხო, აი აქვე 105 გრამიანებში დაფასოებული, დაეტიკეტირებული, ასე ვთქვათ, აი თაროზე დასადები პროდუქტი და ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომ ამის დაფასოებას ახლა აი ეს ხო, ეს უნდა მეკითხა ზუსტად, რომ რამდენად გვაქვს რესურსი ამის, რომ ეს მოთხოვნა დავუკმაყოფილოთ. ცალკეულ ბაღებს აქვთ ეს დასაფასოებელი დანადგარი, მაგრამ ისეთი დიდი წარმადობის არა, იმიტომ რომ ნუ ძირითადად მაინც საქართველოს ბაზარი ორიენტირებულია 90% რუსეთზე, რომელიც ყიდულობს ბალკს შეუფუთავს და აი ისე რომ წარმოიდგინოთ ვიზუალურად კრეფის დროს რამდენი ადამიანი მუშაობს და ეს პროდუქტი რა მოცულობისაა და ისეთი ქაოსია და ისეთი 24 საათიანი რეჟიმი, რომ ანუ აი ეს დივერსიფიკაცია წარმოებლისთვის რომ რაღაცა აი აქ დაუფასოებელს აგზავნის, მე აქ დასაფასოებელს, ანუ იმ ხელა საოპერაციო გამოწვევაა ეს. რომ ნუ მოკლედ ეს დაფასოებული პროდუქტი არის მეორე ხარისხოვანი. კი ბატონო. და თუმცა ჩვენ ვყიდულობთ მცირე ფერმერებისგან, ჩვენ წელს რა ექსპორტიც ჰქონდა. ძალიან მძიმე წელი ჰქონდა, იმიტომ რომ ისეთი სამუშაო გრაფიკში ვიყავით, თან ახალი ბაზრები იყო და რაღაცა სხვა მოთხოვნები ჰქონდათ, ნუ დოკუმენტებს გულისხმობ და ყველა, ასე ვთქვათ, თითოეული კილოგრამი იყო ადგილობრივი მცირე ფერმერის წარმოება. და ეკა, ეხლა რა რაოდენობაზე გადიხართ? რამდენად არის? გვექნება დაახლოებით 25-30 ტონა დაექსპორტებული, რომელიც საჰაერო გადაზიდვისთვის ისეთი ციფრია, იმიტომ რომ თან ეხლა წარმოიდგინეთ აი ამ ომის პირობებში ავის მიმოსვლა, რომელიც 3 საათის ნაცვლად 7 საათში ჩადის. განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები აქვთ მიღებული, იგივე ისრაელში რომ გავაგზავნეთ ეხლა მაგალითად 2 დღე თუ 3 დღე ვერ გაიტანეს იმ ხელა უსაფრთხოების ჩეკს გადის და ასევე ის რომ ნუ ლასარეთზე ერთი ტერმინალია, რომელიც შეზღუდულია ისიც ხო მოცულობაში და რა ვიცი კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც სატვირთოც იქნება და სამაცივრეც იქნება, ჩემი აზრით იდეალურია და ისეთი რა ვიცი ჰაბები რეგიონში. ხო, აი ეს ჩემ ბოლო კითხვაც არის და პრინციპში ამის მიღმა და პარალელურადაც. იმიტომ რომ რაღაც დაახლოებით 2-3 წლიან პერსპექტივაში სექტორში იყო ვარაუდი, რომ სადღაც 15-დან 20,000 ტონაზე გავალთ მოსავლის თვალსაზრისით. ის რომ ეს მოცულობითი პერსპექტივა ითარგმნოს ღირებულებითში. რა გვჭირდება, რა ჭირდება ინდუსტრიას მას ყველაზე მეტად? ნუ პირველ რიგში წარმოებით უნდა დავიწყოთ, ხო, ანუ რეალურად არის უკვე 3 კომპონენტია, რომ პროდუქტი იყოს მაღალხარისხიანი და გაყიდვადი. ერთი არის თვითონ წარმოების ნაწილში, რომ იყოს მართლაც ისეთი წარმოება, რომ ანუ როგორ არის იცით, რომ შეხედავთ ესე ბუჩქზე მოცვია, ხო, მაგრამ იქ მთელი წლის მანძილზე რა ზომებიც იყო მიღებული სასუქები, პესტიციდები და ასე შემდეგ, კრეფის მერე მომენტალურად ეტყობა იგივე მისი სიცოცხლის უნარიანობაზე, რამდენად მალე ბუჩდება, რამდენად თავისუფალია დაავადებებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი ამომავალი წერტილი, რა თქმა უნდა, არის წარმოების ნაწილში.
და რამდენად აი ხშირად ხდებოდა კიდე ესეთი რაღაცა კომენტარები, რომ შეუწამლავი მოცვი და რაღაცა ესენი ყიდიან შეწამლულ მოცვს, ანუ ვერ ხვდები მაგასაც, იმიტომ რომ ნებისმიერი ხილის და პროდუქტის წარმოებისთვის ჩვენ ვჭირდება ბრძოლა მავნებლებთან. ანუ პირიქით, რომ პროდუქტი იყოს მისაღები მოხმარებისთვის მთელი წლის მანძილზე ჩვენ ვებრძვით ამ მავნებლებს და დაავადებებს. შესაბამისად, ანუ ეს შეუწამლავიც ვერ მივხვდი, რა ტერმინი იყო, წელს ამუსირებდა, თუმცა ამ წამლების გამოყენებასაც თავისი გაიდლაინი აქვს, რომელიც მაგალითად კრეფის შემდეგ აუცილებელია, რომ გაიგზავნოს ლაბორატორიაში და სადაც ნარჩენების დონე არ უნდა აღემატებოდეს დადგენილს. უпростоრად საერთოდ არ უნდა ფიქსირდებოდეს ნარჩენები პროდუქტში. მეორე კომპონენტი ამ სექტორში არის კრეფის შემდგომი მენეჯმენტი, რამდენად სწრაფად ხდება მისი გაგრილება და უკვე სამაცივრო მეურნეობაში მოთავსება, იმიტომ რომ კრეფის დროს რა სიცხეც არის აკუმულირდება ხილში და ძალიან სწრაფად თუ არ გაცივდა მოკლედ ძალიან მალე ჭდება და შესაბამისად მე უკვე მიწყებს სოკო და რაღაცა დაავადებების გავრცელებასაც, ხო? ყობას რასაც ვეძახით. მეორე კომპონენტი ეგ არის და მესამე შესაფუთი ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა და უკვე ლოჯისტიკის საკითხი, რაც ძალიან დიდი მადლობა. ეკა ძალიან გამიგრძელდა. უღრმესი მადლობა. დრო აღარ გვაქვს, მაგრამ ისეთი საინტერესოა მართლა თქვენი ანალიზის მოსმენა, რომ აუცილებლად უახლოეს მომავალში უკვე სეზონი უნდა შევაჯამოთ, ამით საბოლოოდ რა შედეგებზე დიდი გავალთ. სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ასეთი საინტერესო მართლა სიღრმისეული ანალიზისთვის ეკავ ვებხვაძე, აგრითაჩის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეგუცნიშვილთან ერთად ამით დასრულებულია. ორშაბათს უკვე მარია მიზორია გაუწყება გადაცემას. მე კი სამშაბათოდ გემშვიდობებით. Строить.